დიანა მესამე თქვენს მაყურებელს. ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის? ხომ შევხედოთ როგორ მივდივართ წინ და რას ვითხოვთ რეალურად, რა გვინდა იმისთვის, რომ როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა მოვიპოვოთ პოლიტიკურ ველში. ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ნებისმიერი პარტია, რომელიც ითხოვს, რომელიც ამბობს, რომ საერთო ძალები უნდა გავაერთიანოთ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში შევძლოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, არის მისასალმებელი და მისაღები. ჩვენ ამას ვეთანხმებით. ცხადია, არ არსებობს არჩევნები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლად ჩაატარებს. ხო, მაგრამ არ ტარდება არჩევნებიო თქვენ ამბობდით ამ ქვეყანაში და ამ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები და იმ უნდა მიაღწიო იქამდე, მიიყვანო ბიძინა ივანიშვილი იქამდე, როგორც იყო საუბარი, როგორც ლაპარაკობთ აქცია, სანქცია და პოლიტიკური ალტერნატივა, სწორედ აი ეს ალტერნატივა უნდა ქმნიდეს პოლიტიკურ ველში ამბავს, რომ ბიძინას უწევს შეცვალოს ის წესები, რა წესებიც დააწესა არჩევნებისთვის და ჩვენ მივიდეთ ისეთ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, რომელსაც აზრი ექნება. ამის მოსაპოვებლად ეს ჯერ საქართველოს იქნება თუ ნებისმიერი პარტია, რომელიც დაფუძნება ან დაფუძნებულია და ამ აზრს იზიარებს, მოკავშირე ხომ არის. ანუ მოკავშირეს ეძებ პოლიტიკურ ველში, მოკავშირეს პოულობ და მასთან ერთიანად იბრძვი იმისთვის, რომ მოიპოვო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ან არჩევნები, რომელიც მეტნაკლებად გაძლევს ანუ ახლა თქვენ ხართ ორიენტირებული, რომ თქვენ და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად რაღაცნაირად ჩამოყალიბდეთ რა მიგაჩნიათ სამართლიან არჩევნებად, იმიტომ რომ თქვენი 6 პუნქტი გავიგე, მაგრამ შეიძლება სხვა პუნქტები აწუხებდეთ. ანუ რაღაცნაირად შეთანხმდეთ და ამ შეთანხმებაზე ხელისუფლებას ელაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ველაპარაკოთ მათ შორის და საზოგადოებრივ. არ ველაპარაკოთო ერთხელ ვაშაძე ჩემ ეთერში ამბობდა, მაგრამ ამას მე არ მინახავს ვაშაძე და ახლა რა ხელისუფლებას ველაპარაკებით ძალის პოზიციიდან, როცა სად გაქვთ ეს ძალა? ხო და ეს ძალა უნდა შეიქმნას. ამისთვის არის თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანი. ერთ დღეს რო ერთს ლაპარაკობ, მეორე დღეს რო მეორეს ლაპარაკობ, ეს არ არის თანმიმდევრულობა. თანმიმდევრულობა არის პოზიციის თანმიმდევრულობა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია იმ ფორმით, რომ საზოგადოება გენდოს და საზოგადოებას დააჯერო, რომ ცვლილება ერთობლივად უფრო შეგვიძლია, ვიდრე ცალ-ცალკე. ნებისმიერი პარტია, რომელიც თვლის, რომ დამოუკიდებლად რამეს შეცვლის ამ ქვეყანაში, წარმოუდგენელია. ბიძინას ამოცანაც ეს არის, ოპოზიცია იყოს ფრაგმენტირებული, არა იდეის და სტრატეგიის გარშემო გაერთიანებული, არამედ ინდივიდუალურად ცდილობდეს დაიწეროს ქულები ინდივიდუალურად. საარჩევნო წესრიგის მოწყობა თუ შეცვლა არის ახლა ოპოზიციის თავარი ამოცანა. თავარი ამოცანა არის ერთ-ერთი არის არჩევნების სამართლიან არჩევნებამდე მივიყვანოთ ქართული ოცნება და ის დათმობებზე წავიდეს, ეს ერთი, მეორე პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდეს. ეს ორი ამბავი არის ერთმანეთისგან დაკავშირებული და ორივე ამბავი ქმნის თავარ მიზანს, რისთვისაც უნდა იბრძოლოს ოპოზიცია. და ამ მიზნის მისაღწევად ცალკეული ოპოზიცია, ცალკეული პარტია, ცალკეული არასამთავრობო სექტორი იქნება, ცალკეული აქტივისტი ვერ შეძლებს მიაღწიოს მიზანს. მიზანს ვახწევთ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ერთი დიდი ერთობა. კი ბატონო, აი ყიფიანი ივანიშვილის მიერ გამოგორებული და მის მატარებელში ჩაბმის მცდელობა, როგორც ივანიშვილის ფულთან მიერთების სურვილი, ამაზე რა სიტყვით მაინც ჩაგეკითხებით, ეს როგორ გაიგეთ ეს განცხადება? იგივეს გვაბრალებდნენ თვეების მანძილზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომ გილაურისგან რაღაცა 40 მილიონზე იყო საუბარი, რომელიც მე რაღაცა დოლარებშიც გადავიდა, ხან ლარები იყო, ხან დოლარები იყო. მე არ ვიცი, რას ეფუძნება ეს. ნიკა გვარამია დაწყებული კოალიციის 4-ვე ლიდერი ციხეში გაუშვა ბიძინა ივანიშვილმა კომისიაში არ მონაწილეობის გამო და ახლაც პროცესები აქვს მათ წინააღმდეგნო 10-დან 5-დან 15 წლამდე ციხეში გამოკეტოს. რა ფორმით შეიძლება ეს ბიძინას ფული იყოს, არ ვიცი. ყიფიანის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, სადაც თავისუფალი გარემო არის პარტიებისთვის, როგორ შეიძლება ის ამ კონტექსტში მივიჩნიოთ, რომ ბიძინას გამოგორებული არის და ბიძინას გამოგორებულები ვნახეთ ახლა ვინც არიან, ის ძალები რაღაც რო დააფუძნეს მოძალადე ჯგუფები, ან მსგავსი პარტიები, რომლებიც 40 მილიონს ყოველ მეორე სიტყვაში ლაპარაკობენ, ან იმას ცდილობენ, რომ ბიძინას რაიმენაირად ფორმა შეუნარჩუნონ და სახე შეუნარჩუნონ
უნდა იმის იმიტირებას ვცდილობთ, თქოს ამ ქვეყანაში დემოკრატია არსებობს, არ არსებობს ამ ქვეყანაში დემოკრატია. ამიტომ მე არ ვიცი რატომ უბრალოდ შეიძლება ვიცოდე რატომ ცდილობს მიხეილ სააკაშვილი ყოველ ჯერზე წინ წამოწიოს ეს თემა და დისკრედიტაცია მოახდინოს თავისივე კოლეგების, რომელიც დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვით. რა თქმა უნდა ის რომელიც მასვე აზიანებს, ხო? ანუ მისი თავისუფლებაც გადის ოპოზიციის კოორდინაციაზე, მისი ნებისმიერი პოლიტპატიმარის თავისუფლება გადის ოპოზიციის გაძლიერებაზე და ნებისმიერი ამ ქვეყნის წინსვლა, თავისუფალი არჩევნების მოტანა გადის ოპოზიციის ერთიანობაზე. რატომ უნდა იმუშაო გამხლეჩად, რატომ უნდა იმუშაო იმისთვის, რომ ფრაგმენტაცია მოახდინო ოპოზიციური სპექტრის და ხან ფიქრობს რომ არასწორია ეხლა. არა, იცი როგორ ეს წარმოუდგენელია, ხან ცუცქირიძეს პარტიას ეძახო ბიძინაზე გაყიდული, ხან ყიფიანს ეძახო, ხან ნიკა გვარამიას ეძახო. ანუ ეს არაფერს არ აძლევს პოლიტიკურ პროცესს, გარდა იმისა, რომ იწვევს ფრაგმენტაციას და საზოგადოებას აჩვენებს ხოდა საზოგადოებას აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ერთმანეთის ლანძღვის და გინების მეც არაფერს არ აკეთებს, რაც ანუ შედეგზე არ გადის. ალიანსი დისფუნქციურია ბოლოს ნიკა გვარამია ამბობდა. ახლა რა ეტაპზეა ზოგადად ეს პოლიტიკური ჯგუფი, იმიტომ რომ იქ ზოგს პრეტენზია ქონდა, რომ ჩვენ ფუნქციურები ვართ, ეტყობა თავად არიან დისფუნქციურებიო. მოკეთ ვიღაც ფუნქციურია ამ ალიანსში და ვიღაც დისფუნქციური. არა, დისფუნქციურობა შემოიტანა სწორედ იმან, რომ 26 მაისის შემდეგ ის ეგრეთ წოდებული რეფორმები, რაც ნაციონალურ მოძრაობაში დაიწყო და მათი ლიდერებისგან დაწყებული თავდასხმა მათ შორის ალიანსზე და ალიანსის წევრებზე და ურთიერთ გადაძახილმა გამოიწვია ის, რომ პოლიტიკურ პარტიულ წარმომადგენლებს ანუ ერთობლივ სივრცეში გაუჭირდათ აღარ შეკრებილ ხართ? ანუ ალიანსი იკრიბებოდა ნაციონალურ მოძრაობა არ იღებდა მონაწილეობას, თუმცა საქმე იქამდე მივიდა, რომ ალიანსი აი ამ საერთო სტრატეგიაზე, კამპანიაზე, რაზეც მუშაობდა, ვეღარ მუშაობს ერთობლივად. ანუ ალიანსის თავარი ამოცანა რა იყო, რომ პოლიტიკური ალტერნატივა გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ხო? ინდივიდუალური პარტიული განვითარების ალტერნატივა ერთიათ არ უყალიბდებით თუ ამბობდით ერთიანად არ გამოვალთ შემდეგ არჩევნებში. ანუ ნახეთ, ეტაპობრივად მივყვებით ყველაფერს, ხო, თავისი ფაზა აქვს. ალიანსის შექმნა იყო პირველი ფაზა, მეორე ფაზა იყო საზოგადოების მობილიზება და ალტერნატივას უნდა გვეჩვენებინა საზოგადოებას, რომ ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია მოქმედება, ჩვენ ერთიანი სტრატეგია გვაქვს. ეს არაჩვენეთ თუ მაინც ბორძიკობთ, მაგრამ სწორი მიმართულებით. ნაციონალურ მოძრაობას აქვს მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკურ ველში. ის არის უძველესი პარტია, მათ სახელს უკავშირდება ამ ქვეყნის ევროპეიზაცია, ევროპის გზაზე წაყვანა და ის ბევრი განვითარება, რაც საქართველოს მიიღო. ან ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი როლი და წონა, მაგრამ როდესაც ასეთი პარტია საბოტაჟს უცხადებს ალიანსს და ცდილობს დისკრედიტაცია ხდებოდა. დისკრედიტაცია ხდებოდა ალიანსის ნებისმიერ ფორმატში და ამაზე მე პასუხებიც იყო ალიანსის სხვა წევრებისგან, რომელიც ასევე არასწორია. ანუ თუ გინდა რომ წარმოაჩინო ალიანსი როგორც ქართული ოცნების ალტერნატივა, ვისაც ხალხი უნდა ენდოს, თუ გვინდა რომ ვიყოთ ძლიერი ერთობა. ეხლა გააგრძელებთ ნაციონალური მოძრაობის გარეშე, თუ საერთოდ ფიქრობთ რომ გადაეწყობით ნაციონალური მოძრაობა უნდა ჩამოყალიბდეს, არჩევნები აქვთ, ხო? თუ ახალ ყრილობა აქვთ, მათ უნდა აირჩიონ ჩამოყალიბდება, ეხლა ამის მათ უნდა აირჩიონ გზა, რა გზით მიდიან ერთობის გზით, თუ მიდიან ცალკე გზით, ანუ ცალკეული როგორც ერთი პარტია. მაგრამ აქვე ისიც უნდა ვთქვა, ცალკეული ერთეული პარტიები ვერასდროს ვერ შეძლებენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ისინი ბიძინას დაამარცხებენ, ბიძინას რეჟიმს დაამარცხებენ. ერთობა და ძალა ერთობაშია, მათი სლოგანი იყო, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ძალა ერთობაში არის ერთობაში, არა ფრაგმენტაციაში და ურთიერთდისკრედიტაციაში. შეიძლება ითქვას, რომ ისინი აფერხებენ რა ხლა ალიანსის ეფექტურ მუშაობას, ასეთი სურვილი. ანუ ნახეთ, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში მსგავსი განცხადებები კეთდება პოლიტიკური ლიდერებისგან, ნაციონალურ მოძრაობა იქნება თუ სხვა პარტია იქნება და ურთიერთ გადაძახილი არის და ურთიერთ ბრალდებებს ვისმენთ ერთმანეთის მხრიდან ალიანსის ფორმატში, წარმოუდგენელია იქ საქმეზე იმუშაო, რთულდება მე საქმეზე მუშაობა, რთულდება ასევე რომ საზოგადოებამ სერიოზულად აღიქვას და ეს არის უკვე ნებისმიერი ქუჩაში გააჩერეთ ადამიანი და გეტყვით რომ აი ეს ურთიერთ გადმოძახილი რამდენად აძლიერებს ოპოზიციას თუ ასუსტებს და ყველა გეტყვით რომ ასუსტებს. ოღონდ ამ შემთხვევაში ის უნდა გვახსოვდეს რომ ბიძინა იმდენად გადაძახილის გარეშე
რამე უკეთესად ანუ როგორ ნახეთ, გაწერილი გეგმა აქვს ალიანს ვიმუშავეთ 26 მაისის აქციისთვის, სადაც დავადასტურეთ ჩვენი ერთიანობას, რომ შეუძლია საზოგადოებას ელაპარაკოს, აუხსნას და საზოგადოება გამოვიდეს გარეთ და მხარი დაუჭიროს ამ პროცესს. დაგეგმილი კამპანიები, რომლებიც იყო ერთობლივი კამპანიები, რომელიც ალიანსს უნდა გაეტარებინა რეგიონებში თუ ქვეყნის გარეთ, ესეც მნიშვნელოვანი არის, რომ ალიანსი როგორც ალტერნატივა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ფუნქციონირებდეს და ამ სტრატეგიას თუ ეთანხმება უკვე ჯერ საქართველო, თუ ეთანხმებიან დანარჩენი პარტიები, რაც უფრო ამ საერთო სტრატეგიაზე გაფართოვდება კონსენსუსი და მას სხვა პარტიები შემოუერთებენ, ეს ყველაფერი ხო გვაძლიერებს, ხო არ გვასუსტებს და ძლიერი ალიანსი და ძლიერი ოპოზიციური პარტიები არის მნიშვნელოვანი ალტერნატივა ქართული ოცნების, რაც ქართულ ოცნებას ძალიან აშინებს და არ მოწონს. იმიტომ რომ ერთიანი ხმა როდესაც ქვეყნის შიგნით ისმის და ერთიანი ხმა როდესაც ქვეყნის გარეთ ისმის, ყველაზე მეტად ზიანდება ქართული ოცნება და ბიზნესს ყველაზე მეტად ეშინია ერთიანი ოპოზიციის. ოღონდ ერთიანი ოპოზიციის არა ერთი კონკრეტული პარტიის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ ერთიანი ოპოზიციის, რომელმაც ერთი გზა აირჩია, ერთი სტრატეგია აირჩია, ერთმანეთს არ ლანძღავს. ეშინია, ის სულ მუდმივად, თუნდაც ლიდერების საქმითაც სულ მუდმივად მისი მხრიდან თითქოს არ ვიცი ეს ვერსიათ რომ აღვიქვათ, არის ცდილობა რომ რაღაც სადღაც ყველანი ერთად მოგაქციოს, არა? რა თქმა უნდა, რომ ეშინია პოლიტიკური ლიდერების, ამიტომ გაუშვათ ციხეში, რომ ეშინია პოლიტიკური ლიდერების, ამიტომ სურს ეხლა მას რომ საბოტაჟის საქმეები, დევნის ახალი საქმეები შეკეროს და ასე გაუშვას და ასე გაანეიტროს. საბოტაჟის საქმის გადადებას რით იხსნით? საბოტაჟის საქმის გადადება არის ასევე შიშის ფაქტორი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მათ ქართულ ოცნების წარმომადგენლებს აქვს ინფორმაცია იმის თუ რა ელოდებათ მათ. ეს გაჟღერებული იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ წითელი ხაზები არის, სერიოზული წითელი ხაზები არის პოლიტიკური ლიდერების ამ ფორმით ციხეში გაშვება უკვე მერამდენეთ და წარმოუდგენელი ასევე თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ქვეყანაში, რომ რაღაცა ბანერების გამო ადამიანებს იჭერდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, მსგავსი განცხადება ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ არ ქონია და პირველად ხდება, როდესაც ისინი მსგავსად კონკრეტულად ძალიან ღიად საუბრობენ ამ თემაზე. ბრიტანელების განცხადება, რომელიც რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად ვახოსან ეს დაკავებაზე იყო შეკითხვა და ასე გარემოზე. თქვენს ჟურნალისტების კითხვაზე ამერიკის საელჩო იწერებოდა, რომ რა უნდა ქნათ. გუშინდელი განცხადება იყო ძალიან მკაფიო და ძალიან ღია, როდესაც მათ თქვეს, რომ ქართულ ოცნებას ეს არ გაუვა. ქართულ ოცნებამ უნდა დაადასტუროს სანდოობა და იგივე არის და ბევრად უფრო მძიმეა ივანიშვილისთვის ბრიტანული სანქციები, რომელიც ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკური ლიდერების პარტიის აკრძალვის მიმართულებით იქნება გადადგმული, აუცილებლად მოყვება სანქციები, რომელიც გამზადებული აქვს პაკეტით, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ, ამიტომ ძალიან უჭირს ივანიშვილს იმოქმედოს და ამისთვის, როდესაც ამ სიტუაციაში და ამ ხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს და ქართულ ხალხს ძალიან არ ვიცი ვერ უხსნი ვერაფრით, როგორ შეიძლება ალიანსის და პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციაზე იმუშაოს ნებისმიერმა პარტიამ და ცადოს ამ ერთობის, ამ ძალის ასე გამასხარავება საერთაშორისო სივრცეში მათ შორის, იმიტომ რომ ეს არც დასავლეთში ისმინება კარგად. მადლობა. გიორგი ბუტიკაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. თქვენ წინ ახალი ამბები გელოდებათ TV პირველზე.